დღეს ოზურგეთის ადმინისტრაციული შენობის წინ მიმდინარე აქციის დაშლას ელოდებოდნენ, თუმცა გავრცელებული ინფორმაცია დღის მანძილზე არ დადასტურდა. დღის მანძილზე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც შესაძლოა სამართალდამცავებს აქცია დაეშალათ, თუმცა მსგავსი რამ ჯერჯერობით არ მომხდარა. როგორც საიას ოზურგეთის ორგანიზაციის თავმჯდომარე თამას ტრაპაიძე ამბობს, მომიტინგეები გამოხატვის თავისუფლების შესახებ კანონს არ არღვევენ და მათი დაშლა საკრებულოს სპეციალური დადგენილების გარეშე კანონდარღვევა იქნებოდა. კანონი, რა თქმა უნდა, ითვალისწინებს გამოხატვის თავისუფლებას, ნებისმიერ ადამიანს აქვს უფლება, რომ გამოთქვას პროტესტი ამა თუ იმ მოვლენასთან ან საგანთან დაკავშირებით. შესაბამისი აქტი, ადმინისტრაციული აქტის არარსებობის გამო, რა თქმა უნდა, ესეთი ვთქვათ, აკრძალვა ამ თავიანთი უფლებებისა, რა თქმა უნდა, იქნება დარღვევა. ჯერჯერობით აქციაზე, რომელიც ადმინისტრაციული შენობის წინ მიმდინარეობს, სიმშვიდეა. მომიტინგეებმა თავიანთი მოთხოვნები ტრანსპარანტებზე გადაიტანეს და დაშლას არ აპირებენ.